ხალხისთვის მოპარულ ფულს ივანიშვილისთვის აგროვებენ. ასე შეიძლება შევაჯამოთ ის პროცესი, რაც ბოლო კვირებია რეჟიმის შიგნით მიდის. რა მეთოდს არ ვნახავთ. პროკურატურის განცხადებებს ქურდული სამყაროს მუშაობა ამაგრებს, ხოლო აქედან გამოძრობას აღიარებითი ჩვენებების ნაცვლად ზოგიერთი გულში დახლილი ტყვიით ცდილობს. ფაქტია, რომ ივანიშვილის ერთგული ყმის, ზედმეტი სიტყვა რომ არ სჭირდებოდა იმ კაცის ირაკლი ღარიბაშვილის გარშემო, ხულფი ვიწროვდება. ის პოლიტიკიდან წავიდა და მისთვის მოწყობილი ცივი გაცილება უკვე ნიშანი იყო, რომ ბატონის კარზე ამჯერად კობახიძეს ეკავა მოწინავე პოზიცია, მაგრამ ფაქტია, რომ ღარიბაშვილს წასვლამ ვერ უშველა. მის კადრებს საჯაროდ არ წხვენენ, ასამართლებენ, დახურულ კარს მიღმა კი აკაჩავებენ. ჯერჯერობით რეჟიმი გვიმტკიცებს, რომ მართალია ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილე ერთ-ერთი სამსახურის უფროსი და ცოლის ძმა კორუფციულ სქემას ამუშავებდნენ, მაგრამ ბურჭულაძემ რომ რამე იცოდა, ამის შესახებ ჯერ არ იციან. აშკარად ეს ხალხი ბრძევლადაა აყვანილი ფული კი სწორედ ჯუანშერმა უნდა შეაქროს. სწორედ ასეთივე ტყვეობაში აიყვანეს რომეო მიქაუტაძე, ისიც ღარიბაშვილის კადრი იყო. თორნიკე რიჟვაძემ ტყვია დაიხალა გულში და ბატონ სიკვდილის წინ ოჯახის შეწყნარებას თხოვა. რიჟვაძე კი გადარჩა, მაგრამ ჯერ სათუოა შეაბრალებს კი თავს მომხდარი დიდ დემოკრატს, როგორც თავის თავს ერთხელ ივანიშვილმა უწოდა. წყალი აქვს შემდგარი ოთარ ფარცხალაძე რომანოვს და შესაბამისად ყველა ის ბიზნესმენი დგას დიდი საფრთხის წინაშე, მასთან რომ დაალაგდა მისი მფარველობის ქვეშ რომ აშენებდა თუ ანგრევდა, ქონებას აგროვებდა თუ გერმანელ პენსიონერებს თბილისიდან ძარცვავდა. მოსკოვში ფარცხალაძესთან საქმეების დასალაგებლად სიარული და მასთან წვეულებები უკვე კომპრომატია და არა ინდულგენცია. ოღონდ რა ფულზე ალაპარაკი? რა ფულს თulis ბიზნა რომ მას მოპარეს და მასთან უნდა მიიტანონ. ეს ფული მას არასდროს ეკუთვნოდა და მის ანგარიშზე არასდროს ყოფილა. ეს ბიუჯეტის ფულია, ეს ის ფულია, რომელიც კორუფციული გარიგებების წყალობით მოქალაქეების, ჩვენი კეთილდღეობის და უსაფრთხოების ხარჯზე გაკეთდა. ეს ფული ივანიშვილს არ ეკუთვნის, ეს ფული საქართველოს ეკუთვნის, მის ბიუჯეტს, მის მშიერ ბავშვებს, ორჯერ დევნილად ქცეულ მოქალაქეებს და ოჯახებს თავზე ჭერი რომ არ აქვს და მაგიდაზე პური. ეს კორუფციასთან ბრძოლა კი არაა, თუ ამით იმშვიდებს თავს რომელიმე ახლად აღზევებული კარიერისტი. ეს რეკეტია. რეკეტს კი მოგეხსენებათ მტკიცებულებათა ერთობლიობა და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არ სჭირდება. რეკეტს ნება, ძალა და მოქმედება სჭირდება, მეტი არაფერი. ერთი კია ივანიშვილმა ახლა ყველა მოიშორა, ყველას აწვალებს და ყველას არეკეტებს, ვისი ხელითაც არჩევნები გააყალბა, მოქალაქეები აწამა და სპეციალურად მოწყობილ წამების მარშრუტკებში სისხლის გუბეები დააყენა. ამ ხალხს მიადგა ერთი წლის წინ ანგაჟირებული ქოცისთვის, რომ გვეკითხა ვისი იმედი აქვს, ვისე დგას სისტემა, სწრაფად და დაუფიქრებლად სამ გვარს ჩამოთვლიდა: ღარიბაშვილი, ლილუაშვილი, გომელაური. სად არიან თქვენი გმირები? სად არიან ისინი 2012-იანელები? ყველა ჩარეცხა ბიძინამ. შემთხვევით თავი არ მოიტყუოთ იმ 2012 წელს, როგორც ივანიშვილი იტყოდა, ირაკლი კობახიძე დუმდა და ჩუმდა, არანაირი ბრძოლის ნაწილი არ ყოფილა. შეიძლება ხმაც კი არ მისცა ქართულ ოცნებას, არ გამოურიცხავ. ახლა ყველა ეპოქის კარიერისტების დრო დადგა, რომელთა იდეალური სახე მამუკა მდინარაძეა. ჯერ რომ აჭარის სეპარატისტული რეჟიმისგან იღებდა ქრთამს, შემდეგ ადეიშვილის პროკურატურაში შეესრულებოდა საქმეების მოსაგვარებლად და ახლა რომ ივანიშვილის ამომღების სამსახურის უფროსად დაუწყია მუშაობა.